მესტიას ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება. მაღალმთიანი რელიეფისა და რთული გეოგრაფიული პირობების გამო მესტიისა და ზემო სვანეთის გაზიფიცირება ამ დროისთვის ბუნებრივ ქსელთან მიერთებით არ ხორციელდება. შესაბამისად, კერძო სექტორი და მოსახლეობა საჭიროებებს მხოლოდ ელექტროენერგიით იკმაყოფილებს, ან საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის თხევად გაზს მოიხმარს. მესტიაში არსებული სასტუმრო ბიზნესის ნაწილი მუნიციპალიტეტის მთავარ გამოწვევებს შორის სწორედ გაზმომარაგების პრობლემას ასახელებს. საქმის კურსთან ინტერვიუში საუბრობს ლაჰილის მფლობელი ლევან დადვანი. რეგიონში, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ ქვეყნის ტურიზმის ნომერ პირველი ერთ-ერთი წერტილი იყოს, ძალიან რთულია გაზმომარაგების გარეშე ყოფნა და მუშაობა. გაზმომარაგება საერთოდ არ არის, თუ გვინდა რომ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, თუ გვინდა რომ განვითარდეთ, აუცილებელია რომ 21 საუკუნეში ერთ-ერთ ნომერ პირველ კურორტს ჰქონდეს გაზმომარაგება, აცხადებს ის BMG-სთან. საქართველოს ახალი ავტომობილების ბაზარი ზრდას განაგრძობს. წლის პირველი 6 თვის შედეგებსა და მეორე ნახევრის პრიორიტეტებზე საქმიანი დილას ეთერში თეგეტა ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილებისა და სერვისების მთავარმა ოფიცერმა პეტრე წაქაძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ახალი ავტომობილების ბაზარი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით გაიზარდა, რაც ნომინალურ გამოხატულებაში დაახლოებით 1000 ერთეულს შეადგენს. როგორც წაქაძე აღნიშნავს, სექტორში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა, მათ შორის ჩინური ავტომობილების, ასევე ჰიბრიდული და ელექტრომოდელების მოთხოვნის ზრდა. მისივე თქმით, ბაზარზე არჩევანი მკვეთრად გაიზარდა, თუ 6-7 წლის წინ ბაზარზე დაახლოებით 15 ძირითადი ბრენდი კონკურირებდა, დღეს ეს მაჩვენებელი 3-ჯერ გაიზარდა. ამას ხელს უწყობს როგორც ოფიციალური დილერების აქტიურობა, ისე დამოუკიდებელი დილერების საქმიანობა. საქსტატის 2026 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ანგარიშის თანახმად 6 თვეში ქვეყნის მასშტაბით ექსპლუატაციაში 1459 ობიექტი შევიდა, რომელთა საერთო ფართობა 1,446,158 კვადრატული მეტრი შეადგინა. 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით მცირედი კლება დაფიქსირდა. კერძოდ, ობიექტების საერთო რაოდენობა 81 ერთეულით შემცირდა, ხოლო ექსპლუატაციაში შესული ფართობის ჯამური მოცულობა 47334 კვადრატული მეტრით განისაზღვრა. საქსტატის მონაცემების მიხედვით, სხვადასხვა დანიშნულების შენობების მიხედვით მაჩვენებლები განსხვავებულია. საქართველოს საკვირეჟების ჩემოდნების სამგზავრო ხელჩანთებისა და მსგავსი პროდუქციის იმპორტი 2026 წლის პირველ ნახევარში გაიზარდა. საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, იანვარ-ივნისში ქვეყანაში 17,200,000 დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინეს, მაშინ როცა 2025 წელს ანალოგიურ პერიოდში იმპორტის მოცულობა 15,200,000 დოლარი იყო. იმპორტის ღირებულება წლიურად 13,2%-ით არის გაზრდილი, თუმცა იმპორტირებული პროდუქციის წონა შემცირებულია.